აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დროებით დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა. სტუდენტებმა სამინისტრო შენობა დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ ფინანსური მართვის, ბიუჯეტირების, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით არსებულ სამუშაო პროცესებს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამინისტროს როლსა და ფუნქციაზე ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა, საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სტაჟირების და კარიერული განვითარების პროგრამების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ჩართულობის გაძლიერებას. დღეს უმასპინძლეთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან გავაცანით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა. ასეთი შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ საჭიროებებს და ვეცდებით გავზარდოთ სტუდენტების ჩართულობა ახალ პროგრამებში. ჩვენთვის პრიორიტეტია დროებით დევნილ ახალგაზრდობას ხელი შეუწყოთ კარიერულ და პროფესიული განვითარებაში. სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც თავის მხრივ გულისხმობს სტაჟირების გავლა სამინისტროში და შემდგომ პროფესიული განვითარება სახელმწიფო სტრუქტურებში. ყველაზე საინტერესო რაც იყო ამ პრეზენტაციიდან, კონკრეტულად სტუდენტების კუთხიდან და ჩვენი მხრიდან იყო მემორანდუმების გაფორმება, რომელიც ასევე ინიციატივის სახით არის და მიდის ამაზე მუშაობა, რადგან გაზარდონ სტუდენტების უფრო მეტი ჩართულობა სამინისტროებში. საკმაოდ კარგი პრეზენტაცია იყო და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ და ვითანამშრომლობ შემდგომშიც. დღეს სტაჟირების საკითხით წამოიჭრა. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინიციატივა იქნება ახალგაზრდების ჩართულობისა, რომელიც უნივერსიტეტის გარეთ მისცემს საშუალებას მას განვითარდეს როგორც პრაქტიკულად, ასევე თეორიული თვალსაზრისით.